ჩემი დასუსქეშყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად არის მძიმე. გდანის ნომერ დაწესებულებიდან იქნა შემოყვანილი 23 იანვარს ნაცემი და ნაწამები ადამიანი და შესაბამისად მკურნალობენ დღეს ვივამედის კლინიკაში. გდანის დაწესებულებამ რეალურად დამალა ის ფაქტი, რომ მას ჰქონდა დაზიანებები და შემოიყვანა ინსულტის ნიშნებით. არადა სახის არც ერთი ბრძოლი მთელი არ აქვს ადამიანს. და რატომ ალავს გდანის ნომერ დაწესებულება ამ ფაქტს საერთოდ გაუგებარი არის. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საქმეში მიიღო მონაწილეობა და ვინც ეს საზარალი დანაშაული ჩაიდინა, დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცით. ეს არის ჩვენი და ოჯახის პოზიცია სულ. ამის შესახებ არც ოჯახს შეატყობინეს, არც ადვოკატს არ შეატყობინეს. ჩვენ შევიტყვეთ პირადად მე დამიკავშირდა ციხიდან ერთ-ერთი პატიმარი, რომ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი ჩემი დასუსქეშყოფი და ამის შემდეგ გავიგეთ. და დღემდე განმარტებებსაც კი არ აკეთებს პენიტენციური დეპარტამენტი და არც გდანის ნომერ დაწესებულება რა მოხდა იქ ზოგადად. ქონდა თუ არა ამ ადამიანს დაზიანებები, არაფერს არ აკეთებენ. ინსულტის ნიშნით შემოიყვანეს ადამიანი, რომელსაც ინსულტი არ აქვს და აქვს დაზიანებები. საერთოდ სახის მიმდებარე ტერიტორიებზე და ზოგადად თავში ადამიანს ძვალი არ აქვს დარჩენილი მთელი. და როგორ შეიძლებოდა ხილული დაზიანებები ექიმს არ აღეწერა ციხის დაწესებულებაში. ეს ყველაფერი ამის აღწერა მოხდა ვივამედის კლინიკაში. და ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება და ჩემი ინფორმაციით გამოძიება დაწყებული არის ძალიან მსუბუქი მუხლით, არადა გამოძიება რეალურად დასაწყებია კვლელობის გაზრახკვლელობის მცდელობით 19-109 მუხლით სისხლის სამართლის კოდექსით, ჯგუფურად ჩემი აზრით და განსაკუთრებული სტატისტიკით და როგორ შემთხვევით არის ცნობილი ეს ადამიანი უმწევ მდგომარეობაში ყოფის მიმართ სავარაუდოდ შეიძლება მძინარე მდგომარეობაში საკანში დაესწრნენ თავს ეს ინფორმაციას ბოლომდე ჩემთვის უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ასე.